პატრიოტთა ალიანსის ლიდერებს შეხვდნენ, რომელთაგანაც მიიღეს პირობა, რომ პირველივე ბიუროს ხდომაზე პატრიოტთა ალიანსი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს. ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვალდებულია შეხვდეს მიანაბრებს და მათი პრობლემები მოისმინოს. ჩვენ ვიმოქმედებთ იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყოს მოწვეული პარლამენტში და მიეწოდოს ინფორმაცია მეანაბრეების მხრიდან და ასევე მან დაიწყოს მოკვლევა საკუთარი ინსტიტუტის ფარგლებში, რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი ეროვნულ ბანკსა და საფინანსო კორპორაცია კომპანია საქართველოს შორის და რა თქმა უნდა აუცილებლად სახელმწიფომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმისათვის, რომ მოხდეს ამ ზარალის კომპენსაცია. ჩვენ ვარაუდობთ, რომ პროკურატურა თუ მართლა ღირსეულ და სრულფასოვან და სრულყოფილ გამოძიებას ჩაატარეს, აღმოჩნდება ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ჩვენი მოთხოვნა იყო გუშინ შესულიყო პროკურატურა ეროვნულ ბანკში, პირველი მოთხოვნა და შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლიდა ეროვნული ბანკის და კომპანია საქართველოს ურთიერთობას, იმიტომ რომ გარკვეულ საბუთებზე არის გრიფით საიდუმლო, ჩვენ ვერ ვიღებთ ამ საბუთებს. გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას 4 პუნქტიან სამაშველო გეგმას თავაზობს. ჯაფარიძის თქმით, დოლარიზაცია, პრივატიზაცია, ბიუროკრატიისა და გადასახადების შემცირება და კანაფის ლეგალიზაცია ქვეყნის ეკონომიკას მდგომარეობიდან გამოიყვანს.